ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Facebook გვერდი მითხარით, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს. ყველაზე საბავშვო, ყველაზე საყვარელი. მივხვდი, რასაც გულისხმობ. თან ლოგიკურად გინდა გადასვლას ჩვენი შემდეგ სიუჟეტი. ზოოპარკის ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც მუდამ საინტერესო სიახლეები დება ზოოპარკის შესახებ, ინფორმაცია სხვა ცხოველის შესახებ და რაც მთავარია, იგეგმება სხვათა შორის თბილისის ზოოპარკის Facebook-ზე განთავსებული პოსტების მიხედვით წიგნის გამოცემაც, ამაზე ოდნავ მოგვიანებითაც გვექნება ალბათ სიუჟეტი, მანამდე კი შეგვიძლია თბილისის ზოოპარკის სტუმრების შესახებ გავიგოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ესე იგი მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისის ზოოპარკს და გაგიკვირდებათ და მათი ვიზიტის მიზეზია თეთრი ლომის სემუელის ტრენინგი. მოკლედ ნახოთ როგორ ახერხებენ ლომთა მეფის მოთვინიერებას მომლელები. კუსა ამირანაშვილი მოგვიყვება ამის შესახებ. ეს თეთრი ლომი სემუელია. მას მეუღლე კლეოპატრა და 6 შვილი ჰყავს, თუმცა ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, სემუელისთვის 14 სექტემბერს პირველი სასწავლო წელი დაიწყო. წერა-კითხვა არა, მაგრამ სხვადასხვა ბრძანების შესრულებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები შეასწავლიან. ჩვენი ვიზიტის მიზანია თბილისის ზოოპარკში მყოფ ლომებს, კონკრეტულად კი სემუელს ტრენინგი ჩაუტაროთ, რათა ის გარკვეულ უნარჩვევებს დაეუფლოს. მაგალითად, შესაბამისი ბრძანების შემდეგ გახსნას პირი, რომ მომლელმა მისი კბილების შემოწმება შეძლოს. ტრენინგის შედეგად ასევე შესაძლებელი გახდება სემუელის დამორჩილება და ფიზიკური მდგომარეობის მარტივად შემოწმება. სემუელი ურჩი მოსწავლეა, ხან ზარმაცობს, ხან კი მწვრთნელის მიმართ წინააღმდეგობას ასეთი ფორმით გამოხატავს. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია. ის ხომ ცხოველთა მეფეა და მისი დამორჩილება არც თუ ისეთი მარტივი საქმეა. მსგავსი ტიპის ტრენინგები აუცილებელია პირველ რიგში ცხოველების კეთილდღეობისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში მან იცოდეს რა გააკეთოს. ეს ყველაფერი ამარტივებს ვეტექიმების საქმიანობას და კარგია ცხოველებისთვის, რადგან არ არის შემდეგ საჭირო ხშირად მათი დაძინება. სწორად ამ რთული საქმის გასამარტივებლად მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და საგანგებო სიტუაციებში ქცევის საერთაშორისო ნორმებს აცნობენ. თანამშრომლობა არა მარტო ლომის ტრეინინგში გამოიხატება, ეს არის შემდგომი განვითარება, სამეცნიერო მუშაობა, იმიტომ რომ ზოოპარკები პირველ რიგში ეს გახლავთ სამეცნიერო ორგანიზაციები და სწორედ ეს ამერიკული ზოოპარკებში ეს განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული. თბილისისა და მემფისის ზოოპარკთა თანამშრომლობა USAID და US Forest Service-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, ეს პირველი გადადგმული ნაბიჯია, რათა ცხოველების ახალ ზოოპარკში გადაყვანა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდეს. მიყვარს თბილისის ზოოპარკი და როგორც შენ თქვი, ლომთა მეფეო, ხო, შემეშალა, ცხოველთა მეფე მინდოდა მე თქვა.